მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ დასუტივის და გადაცემას საზოგადოებრივი პოლიტიკური ასპექტები. მე მარია მელიაბა ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. სტუდიაში ყავს არაჩვეულებრივი სტუმრები, UCMS-ის მოსწავლეები და მათი მასწავლებელი დიმიტრი შუბლაძე, UCMS ჯორჯიას კურსის ინსტრუქტორ მასწავლებელი ლაშა გიორგი ბრეგვაძე, მიშელ ხური და საბა ვერულავა. ერთი უნიკალური საგანმანათლებლო პლატფორმიდან, რომელიც ბავშვებში კრიტიკულ აზროვნებას, ლოგიკას, ყურადღებას და სწრაფ გამოთვლით უნარებს ავითარებს. ჩვენ ერთად გავიგებთ, რას ნიშნავს სწავლა თამაშით, რას მოიცავს UCMS-ი და როგორ ეხმარება მენტალური არითმეტიკა ბავშვებს უკეთ აღიქვანს სამყარო. როგორ იზრდება მათი თავდაჯერება და რატომ ხდება UCMS-ი დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და შედეგზე ორიენტირებული სწავლების მეთოდიკა. გავიგებთ თუ რა ნაბიჯებს გადიან ჩვენი სტუმრები ყოველდღიურად და როგორია მათი გამარჯვების გზები. მცირე ასაკის ბავშვების უნარი წამებში შეასრულონ რთული გამოთვლები ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. ამიტომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა ძალიან საინტერესო იქნება. მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. მე მინდა დიტო მასწავლებლიდან დავიწყო შეკითხვების დასმა. დიტო მასწავლებელო, ზოგადად რა არის UCMS-ი და რა არის მისი მთავარი ფილოსოფია, როდიდან ფუნქციონირებს საქართველოში, რომ მოგვიყოთ თუ შეიძლება? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ხო, პირველი რომ დავიწყოთ, გავმართოთ რა არის UCMS-ი. ეს არის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც დაარსდა მალაიზიაში 1993 წელს და მის შემდეგ 80-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. მთავარი ფილოსოფია, მთავარი მიზანი ჩვენი არის არა ის, რომ ბავშვები გავაძლიეროთ მათემატიკაში, ეს თავისთავად, მაგრამ არა მხოლოდ ეს. მთავარი მიზანი არის ბავშვების კოგნიტური უნარების განვითარება. ანუ გონებრივად იყვნენ უფრო ძლიერები. მთავარი მესიჯი ეს არის, რასაც საზოგადოებაში ვაგზავნით. კი ბატონო, მიშელს მინდა ვკითხო, როგორ დაინტერესდი მიშელ მენტალური არითმეტიკით და როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ ძალიან საინტერესო სამყაროში? მე ძალიან მიყვარს მათემატიკა. და როცა დავინახე UCMS-ის ბავშვები იცვლიან და იანგარიშობენ ხელებით, მეც მინდოდა მესწავლო როგორ ვიანგარიშო თითებით და მე შევედი ამ UCMS-ში, ჯერ დავიწყე აბაკუსით, მე მასწავლეს როგორ გავაკეთო თითებით. გაგიჭირდა? ჯერ კი, მაგრამ მე როცა ვარჯიშე, მე კი ადვილი გახდა. ძალიან კარგი. ანუ სახლშიც ვარჯიშობდი, როგორც უშუალოდ ადგილზე, სახლშიც ვარჯიშობდი, ხო? კი ბატონო, გადასარევი. დიტო მასწავლებელთან გადავალ ისევ შეკითხვით. 6-7 დეკემბერს პირველად კავკასიის რეგიონში საქართველოს მომასპინძლა UCMS-ის საერთაშორისო კონკურსს და 2025 წლის მსოფლიო თასს. სადაც მონაწილეობას იღებდა 80-ზე მეტი ქვეყანა და 1500-ზე მეტი მონაწილე. ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ, საიდან დაიწყო ეს ნაბიჯები და როგორი იყო ჩვენი შედეგები და ბავშვების ემოციები მაინტერესებს ყველაზე ძალიან. კი, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილად გრანდიოზული მოვლენა იყო საქართველოსთვის. ჩვენ უმასპინძლეთ მსოფლიო ჩემპიონატს, სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ. ეს მარტივი მოსაპოვებელი ცხადი არ იყო. ამ დაარსების დღიდან განვლილი ეს აქტიური ჩართულობის შედეგად ჩვენ ამ მასპინძლობის პრივილეგია შეგვხვდა და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატს, სადაც ინდოეთში 2024 წლის დეკემბერში ინდოეთში მივიღეთ მონაწილეობა, ყავდა ბავშვები, მეც მხვდა წილად ეს ბედნიერება რომ მენახა თავად ეს გრანდიოზული ტურნირი და იქ ჩვენმა ბავშვებმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს, მთლიანად ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ და სწორედ ამის გამოძახილი არის ის, რომ ასეთი გრანდიოზული ტურნირი ტარდება ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება შედეგებს და ემოციებს, არ ვიცი, არ ნახული დადებითი ემოციები წამოვიდა მშობლებისგან, რადგან ძირითადად ჩვენ ყავს ერთი ჩემპიონი F კატეგორიაში, პირველი ადგილოსანი 4, მეორე ადგილოსანი 25 და დანარჩენი ძალიან ბევრი მესამე ადგილოსნები. ანუ ზოგადად ყველა მონაწილეს ესეთი ფორმატი არის, რომ ყველა მონაწილეს ჯილდო შეხვდა და სერტიფიკატი. შესაბამისად გარდა იმისა, ვინც გაიმარჯვა, აი ნებისმიერი ყველა მონაწილე იყო ძალიან კმაყოფილი, რადგან მშობლებმა თავიანთი შვილები ნახეს სცენაზე, იქ გამოაცხადეს გრანდიოზულად, მე ვიყავი ასევე მევაცხადებდი ქართველ ბავშვებს და ბავშვები იყვნენ არნახულად ბედნიერები, რადგან სცენაზე გადიოდნენ, თავიანთი სახელი გამოცხადდა საჯაროდ და ნუ მოკლედ ეს იყო დღემდე, ახლაც მომდის მესეჯები, რომ ბავშვი
ახლაც შტაბ-ჭრილების ქვეშ არის, ძალიან ბედნიერია და მოკლედ ძალიან ორი დასამახსოვრებელი დღე ვაჩუქეთ ბავშვებს, რაც ძალიან გასახარი არის ჩემთვის და სავსე დღე იყო მოკლედ. ისე შედეგების სახეზე გვაქვს ნამდვილად თასების სახით, ისე ამაყად დაიდეს გვერდით და ისე ამაყის სახეები აქვს რაღაც ძალიან თავდაჯერებული, რომ აშკარად ეტყობათ მათაც სახეზე ემოციები. ძალიან მაგარია, ძალიან მიხარია. როგორ აფასებთ ქართველი ბავშვების შედეგებს მსოფლიო მასშტაბით და უნიკალური ძლიერი მხარეები ან რაღაც დასაძლევი გამოწვევები თუ გვაქვს ამაზე რომ გველაპარაკოთ? ხო, აი შედეგები როგორც ვახსენე, ჩამოთვალე ეს რა კატეგორიაზე რამდენი ადგილი რომელი ბავშვები არიან რომ მეორე, პირველი, მესამე ადგილი დაიკავეს, მაგრამ რაც შეეხება უნიკალურ ან სპეციფიკურ შემთხვევებს, ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ რაიმე ეს გამოყოფა შეიძლება, რადგან ზოგადად ბავშვისთვის ან ვიტყვი რომ ერთი ფორმულა არის, სწავლა, მეტი ვარჯიში, მეტი პრაქტიკა, ამიტომ რაიმე ისეთი განსხვავებული ან პრობლემა ან პრივილეგია არ გაგვაჩნია ამ შემთხვევაში. შრომის და პრაქტიკის შედეგად შეიძლება რომ ნებისმიერი რამე დაიძლიოს. ამიტომ ეს არის რასაც ვიტყვეთი. კი, ეგ მინდა და მეც მეკითხა, ანუ ნიკი რაღაცა დაბადებიდანვე არ არის ხომ საჭირო იმისთვის რომ ამ შედეგამდე მივიდნენ ბავშვები? არ არის რომ მაინც და მაინც აზიელი ბავშვები აკეთებენ ამას კარგად და მაინც ისინი დაბადებით უფრო ნიჭიერები არიან, ეს რა თქმა უნდა არ არის ასე. ეს იმქიდან გამომდინარე არის, რომ კულტურულად იქ უფრო ჩამოყალიბებულია ეს სწავლების მეთოდი, სკოლაშიც კი ასწავლიან ზოგან, ხოლო ევროპაში ნაკლებად არის ცნობილი. განსხვავება ეს არის. და შესაბამისად, ამიტომაც არის შედეგი, რომ აზიის ქვეყნები უფრო დომინირებენ ამ სფეროში. კი ბატონო, მათემატიკის ძალიან კარგად ცოდნა თუ არის საჭირო იმისთვის, რომ მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა UCMAS-ში ზოგადად და გაიაროს ეს პროგრამა? ხო, მათემატიკის ცოდნა, ან რაიმე ისე წინარე ცოდნა არ არის საჭირო. ჩვენ გვაქვს პირველი დონე, საიდანაც ვიწყებთ ყველაფერს ანიბანის, ვიწყებთ აბაკუსზე. ასევე გვაქვს მათთვის პროგრამა, რომლებსაც ჯერ არ აქვს დაწყებული ციფრების წერაც. მაგალითად 4 წლის ბავშვი რომ მოდის, ცხადია იმას, რაც უნდა ვასწავლოთ ანგარიში, იმან არ იცის როგორ დაწეროს პასუხი. შესაბამისად, ჩვენ foundation დონე არის, ნულოვან დონეს ვეძახით, სადაც ბავშვებს ვასწავლით ციფრების წერასაც და ამავდროულად იქ დათვალოს რამდენი სიტყვაზე ვაშლია, 7-ია, იქვე აბაკუსის ბურთულები არის, სადაც 7-იანი არის გამოსახული და ასევე დაწერს იქვე. ანუ ესეთი პატარა ბავშვებსაც არის. ამიტომ სრულიად ნულოვან დონეზე შეუძლია რომ ბავშვს დაიწყოს. აბაკუსზე მაინტერესებს თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ ზოგადად საიდან წარმოიშვა და მასზე სწავლების მეთოდებზე რომ გვესაუბრეთ თუ შეიძლება? ხო, აი ჩემს წინ არის ეს აბაკუსი, რასაც ბავშვები იყენებენ. ეს არის ჩვეულებრივი ხის ანგარიშო, რომელსაც იყენებენ ტრადიციულად ანტიკურ კულტურებში თითქმის ყველგან იყო თავისი სისტემა, განსხვავებული მეთოდებით იყო. ჩვენთვის ცნობილი ანგარიშო ეს არის ჩვენი ბებია-ბაბუების დროინდელი ანგარიშო, რომლებსაც იყენებდნენ, თუმცა ის არის გაცილებით უფრო რთული, რადგან ერთ ხაზზე არის 10 ბურთული, ანუ უფრო მეტი ბურთულა ვიდრე აქ. აქ არის სულ, როგორც ხედავთ, ერთ ხაზზე 5 ბურთულა, მაგრამ ცხადია უფრო რთულია ამაზე სწავლა ანგარიშიც, რადგან ეს ნიშნავს 5-ს და შესაბამისად მე უკვე ფორმულები არის აქ, რომელსაც ბავშვები სწავლობენ და არ არის ესე მარტივი, მაგრამ როდესაც ამაზე ისწავლიან, აი ეს თლიანი აქეთ 5 ნიშნა, 6 ნიშნა, 7 ნიშნა ამ რიცხვების, ამ ბურთულების წარმოდგენა გაცილებით უფრო მარტივია ვიდრე სხვა რომელიმე ანგარიშო სისტემის შემთხვევაში. ამიტომ UCMAS-ის მეთოდი, სისტემა არის აწყობილი ამ იაპონური სტილის აბაკუსზე, რომელიც ეხმარება ბავშვებს მარტივად წარმოიდგინონ ის გონებაში და შემდგომ უკვე გააკეთონ ისე როგორც შეუძლიათ. ეს არის ძირითადი მეთოდი, რასაც აი ამ წითელ ბურთულებს, 5 წითელი ბურთულა რამე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს? წითელი ბურთულების ძირითადი დატვირთვა არის ის, რომ განსაზღვრო ათვლის წერტილი, ანუ მაგალითად ჩვენ ვიწყებთ აქედან, ეს არის ერთეულები, ათეულები, ასეული და ასე შემდეგ. მაგრამ თუ კი გადავალთ
10 ნიშნა რიცხვებზე, ან იმაზე აქ რო აღარ გვეტევა, შეგვიძლია დავიწყოთ მაგალითად აქეთ და ამ შემთხვევაში უფრო გვეცოდინება საიდან დავიწყეთ და უფრო მეტი ბურთული გვექნება. ასევე თუ კი თელებზე გვაქვს საქმე, ანუ 10 წილადებზე გადავდივართ, შეგვიძლია აქეთ ამ ხარე გამოვიყენოთ 10 წილადების შემთხვევაში, ანუ მაგალითად 1.1, ანუ 1 აქეთ და აქეთ ამ ხარეს ვიყენებთ ძირითადად 10 წილადები, როცა არის. კი ბატონო. ლაშა გიორგის მინდა ვკითხო, ვინაიდან უშუალოდ შევეხეთ აბაკუსს, მაინტერესებს ფიზიკური მუშაობიდან მენტალურ აბაკუსზე როგორ გადახვედით, რამდენად რთულია? საერთოდ არანაირი პრობლემას არ ვიქნის ეს, რადგანაც როდესაც შენ მიჩვეული ხარ აბაკუსზე მენტალურ კალკულაციებს, შენ გონებაში გიჯდება, ანუ ავტომატიკურად და მენტალურადაც ძალიან ადვილია გაკეთება. ანუ ფიზიკური გაკეთებაც არანაირი პრობლემას არ ვიქნის. სიმართლე რომ გითხრა ახლა თვითონ მასწავლებელმა რაც ისაუბრა, ნახევარი რაღაც დონეზე გავიგე და რანაირად ამბობ რომ რთული არ არის. ну რა თქმა უნდა ეხლა როდესაც თავიდან იწყებ გაკეთება არ არის ადვილი რომ შეისწავლო ასეთი რთული კალკულაციები, მაგრამ თუ შენ ყოველდღიურად ივარჯიშებ და იმუშავებ, მე შენ გონებაში თვითონ გიჯდება და ძალიან ადვილია. რამდენი ხანი ვარჯიშობ ხოლმე? სახლში უშუალოდ. ну სახლში 2 საათი ვარჯიშობ ხოლმე. ყოველ დღე. ძალიან მაგარია. თვითონ მასწავლებელო მაინტერესებს 4-დან 6 წლამდე იწყება ხო ბავშვების მიღება. მაინტერესებს ყველაზე დიდი ასაკი რომელი არის, როცა შეგვიძლია ბავშვები უშუალოდ შემოვიყვანოთ UCMAS-ის პროგრამაში და რამე განსხვავება თუ არის აი მცირედი ასაკიდან, როდესაც იწყებენ ბავშვები შესწავლას და 10-14 წლის ბავშვებისთვის, აი რა განსხვავებაა? ხო, 4-6 წლის ასაკი არის, როდესაც შეუძლიათ ბავშვებს მოვიდნენ და განსხვავება არის ის, რომ ამ ასაკში ტვინი არის გაცილებით უფრო ნეიროპლასტიური და დასწავლის პროცესი არის უფრო მარტივი მათთვის. არ გულისხმობს ეს აბაკუსზე დასწავლის პროცესი, ანუ აბაკუსზე შეუძლია ზრდასრულ ადამიანსაც ისწავლოს ანგარიში, მაგალითად თქვენც ახლა რო გავიაროთ შემდგომ თქვენც ჩვეულებრივად შეისწავლეთ მეთოდს, როგორ უნდა იანგარიშოთ აბაკუსზე. თუმცა მე ვერანაირ პირობას ვერ მოგცეთ, რომ ამის წარმოდგენა შეგეძლებათ, რადგან ეს უკვე ეს პერიოდი გაიარეთ თქვენ 4-დან 6 წლამდე ეს არის ის კრიტიკული ასაკი, როცა მერეც ხა 8-9-10 წელი, ანუ ამიტომ გვაქვს 4-14 წლამდე რო ვიღებთ, ანუ მერეც შეიძლება, თუმცა რაც უფრო ადრე, მით უფრო უკეთესი, რადგან სწორედ ამ კრიტიკულ ასაკში ხდება ვიზუალური და კინესთეტიკური მოდალობები შემეცნება, ანუ კინესთეტიკური და ვიზუალური მოდალობები, ანუ აღქმის მოდალობები, რითაც შეიმეცნებს ბავშვი, არის დომინანტური. მერე უკვე იწყება აბსტრაქტული აზროვნება და ეს უშლის გარკვეულწილად ხელს. ამ ასაკში უფრო აი ბავშვები რასაც ეხებიან, რასაც ვიზუალურად ხედავენ, შემდგომ უფრო მარტივად წარმოიდგენენ. ამიტომ წარმოდგენის ამბავში 4-დან 6 წლამდე ბავშვები არიან 10-ჯერ და 100-ჯერ უკეთესები ვიდრე ჩვენ. შესაბამისად, ხო, 10-11 წლის ასაკში თუ დაიწყო შეისწავლის, თუმცა გაუჭირდება იმასთან შედარებით, ვინც გაუჭირდება მენტალურად, იმასთან შედარებით, ვინც უფრო ადრე ასაკში დაიწყო. კი ბატონო, გმადლობთ. UCMAS-ის საბოლოო მიზანი მაინტერესებს რა არის, რომ შეიქმნან ბავშვები როგორც ძლიერი მათემატიკოსები თუ უფრო ყურადღებიანები, უნივერსალური, სწრაფად მოაზროვნე ბავშვები? ხო, ცხადია, თავი მიზანი არის გაზარდონ UCMAS-ის ჩვენი თავი მიზანი არის გავზარდოთ უფრო გონებრივად ძლიერი სხარტი აზროვნების ესეთი კარგი სამუშაო მეხსიერების მქონე თავდაჯერებული ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში უამრავ დაბრკოლებას გაუმკლავდებიან და რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ არითმეტიკული ესეთი ამოცანები, გაცილებით მეტი უნარების გაცილებით მეტი დაბრკოლების გადალახვა შეუძლიათ ამ უნარების მქონე ბავშვებს შემდგომ. საბა, მინდა გკითხო, რაში დაგეხმარა ზოგადად მენტალური არითმეტიკა? მენტალური არითმეტიკა დამეხმარა, რომ ამოცანებს უფრო სწრაფად ხსნი. მაგალითად, როცა მისამატებელია ან გასამრავლებელია, ის ძალიან მეხმარება და ძალიან სწრაფად მაკეთებინებს, რომ მივიღო სწორი პასუხი. გაგიჭირდა, როდესაც თავიდან დაიწყე ამ ყველაფრის შესწავლა?
როცა პირველად შევედი, მენტალურად გაკეთება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მე კი ძალიან მარტივი გახდა. ვარჯიშში ხო, შენს პრაქტიკაში და ვარჯიშში უფრო მეტად თავდაჯერებულიც გახდი ხო? სახეზეც გეტყობა თასს ისე უდგას გვერდით. მოგწონს მოკლედ ხო ეს ყველაფერი? საინტერესო. დიახ. ძალიან კარგი. თუ შეიძლება რომ გვესაუბროთ მასწავლებლების გადამზადების პროცესზე, უშუალოდ რა პროგრამებს გადიან ისინი და როგორ გადის ზოგადად მასწავლებელი თითოეულ ნაბიჯს მანამ სანამ შევა მოსწავლეს თან იმისთვის რომ მას აუხსნას ეს ყველაფერი და ასწავლოს. ხო, მასწავლებლების გადამზადების პროცესიც თავისი სტანდარტების მიხედვით მიდის. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, ტრენინგები არის ამისთვის ძალკე შექმნილი. როდესაც თუ კი მასწავლებელს უნდა ჩვენთან დაიწყოს მუშაობა, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტის ტრენინგები, მასწავლებლები გადიან ამ ტრენინგებს, შემდგომ უტარდებათ გამოცდა, საერთაშორისო დონის გამოცდა და ამ გამოცდის ჩაბარების შემდგომ ცხადია დაყოფილი ეს კატეგორიებად, არის სხვა კატეგორიის გამოცდები და ამ გამოცდის ჩაბარების შემდგომ მასწავლებელს ენიჭება შესაბამისი კატეგორიის მქონე კვალიფიკაცია. ანუ მასწავლებლობის კვალიფიკაცია ენიჭებათ სწორედ ამ გამოცდების ჩაბარების შემდგომ. ეს ხდება ძირითადად მასწავლებლების საყვარელს და ეს გამოცდა არ გულისხმობს მხოლოდ ტესტურ შეფასებებს, ყველაზე ნაკლებად მაინც ამას ძირითადად ცხადია მასწავლებელი განისჭება მისი უნარით, რამდენად შეუძლია გაამდიდროს სასწავლო პროცესი სხვა აქტივობებით და რამდენად სახალისო, რამდენად ჩამქთველი, რამდენად საინტერესო შეუძლია გახადოს ეს პროცესი, რომელიც ერთი მხრივ საკმაოდ რუტინული ჩანს, რადგან ძირითადად რიცხვებთან გვაქვს მხოლოდ შეხება. ამიტომ ხო მასწავლებლებს მოეთხოვებათ ცხადია დადასტურება კომპეტენციის რაც არის ფურცელზე, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვაინტერესებს მისი ასე ვთქვათ, მისი უნარები, რამდენად შეუძლია საკლასო ოთახის ორგანიზება. საინტერესო, მადლობთ. ლაშა გიორგი, მაინტერესებს UCMS-ის პროგრამის შესწავლას და სკოლაში უშუალოდ სწავლას როგორ უთავსებ ერთმანეთს? მენტალური არითმეტიკის შესწავლა პარალელურად სკოლის პროგრამის შესწავლასთან სრულიად არანაირ სირთულეს არ მიქმნის, რადგანაც ნაადრევი ასაკიდან მენტალური კალკულაციების შესწავლა პირიქით ხელს მიწყობს იმაში, რომ ახალი საგნების უფრო ადვილად ასახვაში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ზუსტი მეცნიერება, როგორც არის ფიზიკა, მათემატიკა და მსგავსი საგნების შესწავლაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს მენტალურ არითმეტიკას. არ გიჭირს, ანუ და დროის მენეჯმენტის კუთხითაც ათავსებ ერთმანეთს. პირიქით უფრო მიადვილდება გაკეთება. კი ბატონო, გადასარევი. მოკლედ ამ ბავშვებისთვის რთული მე მგონი არაფერი არ არის მას შემდეგ რაც დაიწყეს უშუალოდ ამ პროგრამის შესწავლა. საოცარი ბავშვები ხართ მართლა და ძალიან მაგარია. თვითონ მასწავლებელთან გადავალ ისევ შეკითხვით მაინტერესებს დომინანტ ხელს თუ აქვს აბაკუსის მართვაში რაიმე მნიშვნელობა. აი მაგალითად მოსწავლე თუ არის ცაცია. ისინი ხომ თითებით თითვლიან თავიდან ამ ყველაფერს ამაზე რომ გვესაუბროთ. ხო, თითებით ძირთად ჩვენ რო ვიწყებთ აბაკუს მეცადინეობას, მთავარი არის ბავშვმა ისწავლოს ფანქრის ჭერა და აბაკუსზე ისე გაკეთება, ანუ ფანქარი უჭირავს, აბაკუსზე აკეთებს და შემდგომ დრო რო არ დაკარგოს, პირდაპირ წერს. ესე დადება, გაკეთება ისევ შეიძლება დაუვარდეს და ეს საკმაოდ ისეთი არის. მთავარია ეს ისწავლოს და რომელი ხელით დაიწყებს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, შეუძლია მარცხენათი დაიწყოს, უბრალოდ შემდგომ უკვე ჯერ ერთეულებისთვის შეუძლია მარცხენა გამოიყენოს, მაგრამ როდესაც გადავდივართ უკვე ათეულები, უკვე ორივე ხელი უნდა გქონდეს ჩართული. ანუ საბოლოო ჯამში გრძელვადიანი მიზანი რაც არის ორივე ხელის ჩართულობა, აუცილებლად, უპირობოდ და რომელი ხელით დაიწყებს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ამას. კი ბატონო, გასაგებია, დონეების მიხედვით არის ხომ პროგრამა თვითონ დაყოფილი და აბაკუსის შესწავლა რომელი დონიდან იწყება უშუალოდ? პირველი ნულოვანი დონიდანაც აქვს ბავშვებს შეხება, პატარა აბაკუსი გვაქვს ესეთი ფერადი და
აი დაახლოებით ამ ხელა არის, რომელიც იწება ნულოვანი დონიდან და ამაზე უფრო მაღალ დონეზე ესეთი პატარა ფერადი და უფრო ესეთი ბავშვებისთვის საყვარელი. გასაგებია. შესაბამისად კი აბაკუსი განუყოფელი ნაწილია პროცესის. კი ბატონო, მადლობთ. მოსწავლეს რა დრო სჭირდება იმისთვის, რომ აი თავისუფლად იმუშაოს აბაკუსზე. ოღონდ აი ამ ხელა აბაკუსზე უშუალოდ. დაახლოებით აი ესე თავისუფლად რო გრძნობდეს თავს აბაკუსთან მიმართებაში მინიმუმ 1 წელი მაინც სჭირდება. მინიმუმ 1 წელი რომ სამი დონე მაინც დახუროს და ხო, მინიმუმ 1 წელი საჭირო არის. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ბევრი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება კიდე ნაკლები, გააჩნია ბავშვს ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, როგორ ივარჯიშებს და როგორ მოინდომებს, ამასაც გააჩნია. კი ბატონო. მიშელ, ურჩევდი თუ არა შენს თანატოლებს, რომ მენტალური არითმეტიკა ისწავლონ და როგორც შენ ისე ჩაერთონ ამ პროგრამაში? აუცილებლად კი ურჩევდი ჩემ თანატოლებს, რომ მენტალური არითმეტიკა ისწავლონ, იმიტომ რომ სკოლაშიც და სხვა საგნებშიც დაიჭირდებათ და ცხოვრებაშიც. გამოიყენებენ ცხოვრებაშიც და სკოლაშიც. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. მე მაინტერესებს რომ გკითხოთ დიტომასწავლებელო, მენტალური არითმეტიკა და ზოგადად მისი ცნება არის საკმაოდ ღრმა და მრავლის მომცველი მიუხედავად ეს ბავშვები ამბობენ რომ ცოტა ხანია ეს ყველაფერი რთული, მაგრამ მე არაო. მაინტერესებს ამ ყველაფრის შესახებ იქნება აშკარად რაიმე მითები, აი მაგალითად ის რაც გკითხეთ, ახლა მათემატიკა არის თუ არა აუცილებელი. აი ამაზე რომ გვესაუბროთ, აი მითები რომ, სტერეოტიპები რომ დავამსხვრიოთ. ხო, პირველი რასაც ვიტყვი, სიტყვა მენტალურზე შეიძლება ბევრს ახსენდება ხანდახან, რომ ეს არის მხოლოდ მენტალური დარღვევების მქონე ბავშვებისთვის რაიმე სპეცპროგრამა არის. ეს გაუგებრობა რომ არ იყოს, ვიტყვი, რომ ეს ზოგადად აზროვნება არის მენტალური პროცესი, შესაბამისად არითმეტიკაც მენტალური პროცესის ნაწილი არის. ამიტომ ხო, ყველა ბავშვისთვის არის ძალიან შესაბამისი. ხოლო მეორე ეს არის გაუგებრობა იმის შესახებ, რომ თითქოს თითებზე ხდება დათვლა. ჩვენ კი ვიძახით, რომ თითები მნიშვნელოვანი, მაგრამ თითებზე არ ხდება დათვლა. თითებს ვიყენებთ აბაკუსზე, როცა მეცადინებთ, მაგრამ ჩვენი მიზანი არის, რომ ეს აბაკუსი წარმოვიდგინოთ. ანუ გონებაში გქონდეს და შემდგომ საერთოდ აღარ დაგჭირდეს აბაკუსის ჩხაკული, ესე რომ ვთქვათ. შესაბამისად, როდესაც უკვე გონებაში გვაქვს წარმოდგენილი, საერთოდ არ არის საჭირო მაინდა-მაინც ხელები ესე ვაქნიოთ. ჩვენ ბევრს ამიტომ არ მოსწონს, ძალიან ბევრს, რომ უყურებენ ბავშვები ესე აქეთ-იქით აქნევენ ხელებს, რაც გონიათ, რომ რაცა ძალიან არანორმალური შემთხვევა არის. ამიტომ ჩვენ თავისუფლად შეუძლია ბავშვს სინამდვილეში ეს უბრალოდ ეხმარება ან სტრესს უხსნის, რომ ხელებს ამოძრაობს და უფრო ეხმარება ფოკუსირებაში, მაგრამ ძალიან ჩვეულებრივად შეუძლია, რომ ხელები საერთოდ აი ესე გააკეთოს და ისე ინგარიჟოს და მაგალითად ლაშა გიორგი მის შეუძლია ლაშა გიორგის ამის დემონსტრაციაც შემოგთავაზოს, რომ საერთოდ არ ამოძრაოს ხელები და ისე გააკეთოს. ლაშა გიორგი ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო მაღალი დონეს მიეკუთვნება ამ ჩვენი სტუმრებიდან და მას შეუძლია რომ ძალიან დიდი ხუთნიშნა რიცხვებიც მაგალითად ყოველგვარი ხელების აქეთ-იქით ქნევის გარეშე გააკეთოს. ამიტომ ეს გაუგებრობაც რო არ იყოს, UCMAS-ის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია რომ ეს დაამსხვრიოს ეს მითი და თავად მალაიზიაში უკვე მათ ესეთი ბავშვები ყავს, რომლებიც საერთოდ ხელებს არ ამოძრავებენ და უბრალოდ ან შეიძლება მაქსიმუმ თითე ესე გამოძრავენ. ის თითიც უბრალოდ ეხმარება რომ უმარტივებს საქმეს. უბრალოდ აი რაიმე ფიზიკური მგრძნობელობა, უფრო კინესთეტიკურ უბნებს შეიძლება უფრო აქტიურებენ ამით, მაგრამ ისიც არ არის კიდევ ერთხელ ვიძახი არ არის ისეთი საჭირო მაინც და მაინც. რახან მასწავლებელმა ამდენი ისაუბრა შენზე კონკრეტულად. მზად იქნები გადაცემის დასასრულისთვის, რომ პრაქტიკაში განვახორციელოთ. მე კალკულატორს გამოვიყენებ ოღონდ. და შენი ტვინი რომ გამოიყენა. ყოველთვის მზად. კი ბატონო, გასაგებია. მადლობა. საბა, მაინტერესებს რახან შენ ონლაინ გადიხარ ამ პროგრამას, რამდენად რთულია ონლაინ სწავლა და შეგიძლია თუ არა იმავე შედეგის დადება, მაგალითად, რასაც დებენ სხვები, რომლებიც ფიზიკურად გადიან ამ ყველაფერს, უშუალოდ ადგილას. ონლაინ სწავლა რთული არა. როცა დადიხარ ონლაინ, მაგალითად სხვა ინგლისური, მათემატიკა და სხვა მაგალითად კომაროვზე დავდივარ, მე რთული არ არის, შეგიძლია ერთნაირი შედეგიც დადო.
ძალიან კარგი. თვითონ მასწავლებლად თქვენ მინდა გკითხოთ SSM პირებისთვის ხომ არ გაქვთ რაიმე სპეციალური პროგრამა? ხო, SSM პირების შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გვაქვს ესეთი ცალკე პროგრამა, რომელიც იქნება მათზე მორგებული. თუმცა თუ კი ვინმე დაინტერესებულია, ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ესეთი პრაქტიკა, რომ მოდიან, ჩვენ ვამოწმებთ, შეუძლია თუ არა პროგრამის დაძლევა და შემდგომ უკვე გვაქვს შემთხვევები ყოლია, რომ SSM პირები მიგვიღია, ძალიან კარგი შედეგებიც ჰქონიათ, მაგრამ გააჩნიათ თუ აქვს დასწავლის უნარი იმ დონეზე, რომ შეუძლია ჩვენი პროგრამის დაძლევა, ამ შემთხვევაში კი ბატონო, გადასარავი. იუსიმასის პროგრამა უკვე არის 32 წლის, ну არც იმდენად დიდი პერიოდია, რომ აი რაღაცა საოცრება მოახდინოს, მაგრამ არც იმდენად პატარა არის, რომ ეს არ აღნიშნოთ. მაგალითად 32 წლის ვიღაცამ წლის წინ ვიღაცამ დაიწყო ამის სწავლა 4 წლის ასაკში, დღეს 36 წლის არის. თუ იცნობთ თვითონ ისეთ ადამიანს, რომელსაც აი ამდენი წლის წინ ქონდა ამ პროგრამასთან შეხება და მისი დღევანდელი ცხოვრება თუ იცით, რამდენად გამოადგა ეს პროგრამა და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში. ხო, ეს სოფლიო ჩემპიონატები იყო ძალიან კარგი მაგისთვის, რომ გაგვეცნო ესეთი ადამიანები, რადგან როგორც ვახსენე, საქართველოში 2019 წლიდან მოქმედებს იუსიმასი, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გავიცნოთ ზრდასრული ადამიანები, რომლებმაც ეს პროგრამა ბავშვობაში დაიწყეს 4-6 წლიდან, მაგრამ აი სოფლიო ჩემპიონატზე მე შევხვდი ძალიან ბევრ ადამიანს, მასწავლებლებს, ორგანიზატორებს, რომლებიც იყვნენ იუსიმასის მოსწავლეები და პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, იყო, რომ დღესაც შეგიძლია თუ არა აბაკუსის ცხადა წარმოდგენა და დღეს მაგალითად ამ მათემატიკურ გამოთვლებში რამდენად იყენებ ამ მეთოდს და ცხადია პასუხი იყო რომ საერთოდ სხვანაირად არც წარმომიდგენია როგორი უნდა იყოს ავტომატურად მთლიანი აბაკუსი ჩემს გონებაში არის და ნებისმიერი გამოთვლა ორნიშნა სამნიშნა ჩემ შემთხვევაში ავტომატურად ხდება ან ჩვეულებრივად შემიძლია რომ გავაკეთო. ანუ ესეთი პასუხი მივიღე, რამაც საკმაოდ დიდი იმედი მომცა, რადგან არა ჩემ შემთხვევაში, არამედ ბავშვების შემთხვევაში, რომ რასაც ვასწავლი და რასაც ჩვენ ვასწავლით, მთელი ცხოვრება გაყვება ეს და იქნება მათი განუყოფელი ნაწილი. ნამდვილად, კი ბატონო, ლაშა გიორგის მინდა ვკითხო. ერთი სიტყვით ან ერთი წინადადებით რას ნიშნავს შენთვის იუსიმასი, რომ გითხრათ შეიძლება? ჩემთვის იუსიმასი არის პროგრამა, რომელიც ეხმარება ბავშვებს გონებრივ და მენტალურ განვითარებაში. ისინი ნაადრევი ასაკიდან სწავლობენ რთულ არითმეტიკულ კალკულაციების გამოთვლას, რაც აძლევთ მათ იმის უნარს, რომ სკოლაში რაღაც რთული საგნების ადვილად ასახვაში. მეც ეგეთი მაგალითი მე დავიწყე 5 წლიდან და როდესაც ვსწავლობდი მენტალურ არითმეტიკას, ძალიან დამეხმარა სკოლაში მათემატიკის და სხვა საგნების სწავლაში. არა მარტო ეს, ასევე მთლიანი ცხოვრების მანძილზე დაგეხმარებათ რთული გონებრივი დაბრკოლებების ამოხსნაში და არა მარტო გონებრივი დაბრკოლებების ამოხსნაში. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. მიშელ, მაინტერესებს რა ნაწილი გიყვარს ყველაზე მეტად იუსიმასში, სისწრაფის ტესტები, კონკურსები, გუნდური თამაშები, თუ როგორ არის, აბა იქ ამბავი რომ მოგვიყვე. კონკურსები მიყვარს ყველაზე მეტად. იუსიმასში ყოველ წელს როცა ხდება შეჯიბრებები ან კონკურსები, ვეცდები რომ მივიღო მონაწილეობა. და მე მიყვარს ძნელთან ჭკვიან ბავშვთან შეჯიბრი, ადვილთან კი არა. ანუ რაც უფრო რთულია დავალება, უფრო მეტად გსიამოვნებს, ხო? და ბედნიერი ხარ, როცა დაძლევ ხო რაღაც სირთულეს, სიამაყის გრძნობა გეუფლება. ძალიან მაგარია. საბა, უშუალოდ შენ სკოლაში რამდენად არის ცნობილი იუსიმასის პროგრამა და რა აქს გეუბნებიან მასწავლებლები, მოსწავლეები, შენი თანატოლები, კლასელები, ამაზე რომ გვიანბო თუ შეიძლება? როცა სკოლაში ვიყავი და როცა გაიგეს ჩემმა კლასელებმა და მასწავლებელმა რომ შეჯიბრი მქონდა 6 დეკემბერს, ისინი სულ მეუბნებოდნენ გამარჯვებო და მეუბნებოდნენ წარმატებებს. ჩემი კლასელებიც მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ წარმატებებიო. და მიაღწია კიდევაც წარმატებას თასით დაგვიბრუნდი.
ძალიან მაგარია. ლაშა გიორგი, უშუალოდ თასზე რომ გვესაუბრო, თუ შეიძლება შენი ადგილის შესახებ რომ გვესაუბრო, რომელ ადგილზე გახვედი და ემოციები როგორი იყო უშუალოდ მუშაობის პროცესში და როდესაც გაიგე თასის შესახებ შემდეგაც. ბატონო, სიმართლე რო გითხრათ, საერთოდ არ მოველოდი რომ ჩემპიონი გავხდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს შრომობდი, მაინც არ მოველოდი რომ ჩემპიონი გავხდებოდი. მე მეგონა მეორე ადგილს დავიკავებდი მაინც. და ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე რომ ჩემპიონი ვიყავი და ჩემი აზრით ეს ჩემი შრომის დამსახურება იყო, რადგანაც მე უფრო რთულ დონეზე ვარჯიშობდი სახში, ვიდრე უნდა დამეწერა და გამიადვილა თვითონ დაწერა. მოკლედ ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემპიონი ვარ და იმითაც რომ საქართველოს ვასახელე. ჩვენც ძალიან ამაყები ვართ ნამდვილად და ძალიან ბევრ ესეთ თასს გისურვებთ. მადლობა. მიშელ, შენ რომ გვესაუბრო შენი თასის შესახებ, რამდენად გაგიჭირდა ან გაგიმარტივდა უშუალოდ მუშაობა და რა ემოციები გქონდა? ჯერ ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ მე ცოტა რთული იყო. მაგრამ მე როცა გავიგე, რომ მეორეზე გავედი, ძალიან გამიხარდა. ძალიან ვარჯიშობდი სახში და მეგონა ბოლოზე გავიდოდი. და ძალიან გამიხარდა მეორეზე გავედი. მაყაფილი ხარ, ანუ საკუთარი თავით და ამაყი. ძალიან მაგარია, შენც ძალიან ბევრ მოგებას გისურვებ. საბა, მოდი თასზე და გამარჯვებაზე საუბარი შენით დავასრულოთ, შენი თასის და შენი ემოციების შესახებ რომ გვესაუბრო, რამდენად გაგირთულდა ან გაგიმარტივდა მუშაობა. რას გვეტყვი? როცა პირველი შევედი და 8 წუთი დაინიშნეს, მე ვეცადე რომ ძალიან ჩქარა დავწერო. შემდეგ დღეს კი როცა გვითხრეს ჩვენი სახელები, როცა მესამე ადგილის თასი გადმომცეს, მე ძალიან გამიხარდა. შენ ამაყი ხარ, სახეებზე გეტყობათ სამივეს, როგორი ამაყები ხართ, მასწავლებელზე საერთოდ არაფერს არ ვამბობ. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ, მოკლედ ბავშვებო, ძალიან მაგარია და ყველაზე საინტერესო და ჩემთვისაც ცოტა რაღაც საშიშ ეტაპზე გადავიდეთ, მოკლედ ახლა და დავიწყოთ ლაშა გიორგისგან. მოკლედ ლაშა გიორგი, დავალება მაქვს შენთან, ოღონდ ჩემთვის უფრო რთულია ეს დავალება სიმართლე რომ გითხრა, მოკლედ. ესე იგი, დავიწყოთ. მე ავკრებ ამ ყველაფერს და შემდეგ გკითხავ შენ. ბატონო. მოდი ჯერ ესე გავაკეთოთ. 5226 მეტს მივუმატოთ 6325 და მივუმატოთ 4342. 15,913. სწორია. რამდენი წამი დაგჭირდა? 4 წამი მაქსიმუმ, რაღაცა იგეც. ხო, კალკულატორზე ასტრიფას ანუ აკრეფოს. ეგრე უფრო სწრაფად უპასუხა. ვაი, მე მაგარია. კარგი, დავამატოთ მეოთხე ციფრიც? კი. კა, ოკეი. გადავედით შემდეგზე. დავიწყეთ. 6432-ს მივუმატოთ 6976, მივუმატოთ 2441 და მივუმატოთ 6342. 22201. ეგ არის. ვაი, რა მაგარია. რაღაცნაირი ემოცია ყოფილა. 653-ს მივუმატოთ 659, მივუმატოთ 963, მივუმატოთ 126, მივუმატოთ 793 და მივუმატოთ 369. 3,543. ეგ არის. ეგ არის. აუ, ძალიან მაგარია. და მეც რომ მიხარია სწორი პასუხის გაგება. ეს არის კიდე რომ მოსმე როცა საუბრობთ კიდე ორ მაგათ რთულია რომ დაიჭიროს. დაიჭიროს ამდენი ციფრი. რიცხვი გადათარგმნოს რიცხვი. ანუ ჯერ ვერბალურად დაიჭიროს, შემდეგ გადათარგმნოს როგორც რიცხვი. ძალიან რთულია ნამდვილად. დავიწყეთ? რა საყვარელი. 42-ს მივუმატოთ 7, მივუმატოთ 8, მივუმატოთ 6, მივუმატოთ 4. 77. ეგ არის, სწორია. მიშელთან ვართ გამრავლების ტაბულით. 58 ჯერ 4. 232. ეგ არის, სწორია. საბასთან ვართ გამრავლებით, მოკლედ. საბა 67 ჯერ 8. 526. ეგ არის, სწორია. წავედით შემდეგი. მეც რა კაი გასართობი ვიყავ. 54 ჯერ 6. 322. ეგ არის, სწორია.
სასწაული ბავშვები ყავს მოკლედ. ძალიან მაგარია. მეც ძალიან გავერთე. მეც ვინერვეულე, სანამ თქვენ კარნახობდით და მეც რაღაცებს ვიტყვით იმადამდეც, მაგრამ ძალიან მაგარი ბავშვები ხართ. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ. უამრავი ესეთი თასი გქონოდეთ. მეც ძალიან ბევრჯერ მინდა რომ მოგიყვანოთ. ოღონდ ჩემზე ჭკვიანები არ უნდა იყოთ, კაი? დაკომპლექსნი მეც ამასობაში. ძალიან მაგრები ხართ, მოკლედ ბავშვებო, ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ თქვენს პროგრამას, თქვენს მასწავლებლებს და ძალიან დიდ მადლობას გიხდით თქვენ რომ მოგწანდით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ჩვენთვისაც.